მოგესალმებით. მე გახლავართ მანენა ჯაყელი. სურს წარმოგიდგინოთ Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი შესანიშნავი ვებ ინსტრუმენტი Sway. Sway გახლავთ საპრეზენტაციო პროგრამა, თუმცა მე ვფიქრობ, ის უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი საპრეზენტაციო პროგრამა, რადგან აქვს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია. როგორიცაა, რა თქმა უნდა, პრეზენტაციის შექმნა და შემდგომ ამ პრეზენტაციის გაზიარება კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მისი რედაქტირება ნებისმიერ დროს. და ბოლოს მისი განთავსება ნებისმიერ სოციალურ ქსელში, როგორიცაა Facebook-ი, Twitter-ი და ასე შემდეგ, და რა თქმა უნდა, მისი განთავსება ზოგადად ინტერნეტ სივრცეში, როგორც ვებ-მულის საშუალებით, ასევე NBT კოდის ჩაშენებით, ბლოგზე, ვებგვერდზე და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ იმუშაოთ Sway-ში, უნდა გქონდეთ Microsoft-ის ანგარიში ან ნებისმიერი ანგარიში, როგორიცაა Gmail-ი, Yahoo და ასე შემდეგ. თუ თქვენ გაქვთ Office 365, ამ შემთხვევაში აი აქედანვე შეგიძლიათ გადახვიდეთ Sway-ში სამუშაოდ. თუ არ გაქვთ Office 365, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შექმნათ დამოუკიდებლად, თვითონ Sway-შივე შექმნათ Microsoft-ის ანგარიში და შემდგომ ასე იმუშაოთ ამ პროგრამაში. ამისათვის აკრიფეთ საძიებო ველში sway.com გადახვალთ ვებგვერდზე, აი ეს გახლავთ ვებგვერდი, sign in ვაწყაბებთ აი აქ და შეკვავთ ჩვენი Microsoft-ის ანგარიში თუ გვაქვს. თუ არ გვაქვს, ამ შემთხვევაში ვაწყაბებთ create one. აქ შეგვიძლია ავკრიფოთ ნებისმიერი Gmail-ის ანგარიში ან Yahoo-ს ანგარიში ან სხვა საფოსტო ანგარიში. თუ გსურთ, შეგიძლიათ შექმნათ ახალი ანგარიში, Microsoft-ის ანგარიში. აი ამ შემთხვევაში ასე. ესე მე ასე გავაკეთებ, დავიქმნევ რაიმე სახელს. ეს Outlook აქვე წერია და ამას აღარ უნდა დაწერა. აკრეფა. ვირჩევ პაროლს. შემდეგ შეყვავს აი ეს ლათინური ასოები, თუ გვიჭირს გარჩევა ახალს მოვითხოვთ. და არის შეიქმნა ჩვენი ანგარიში და გადავედით უკვე ვებგვერდზე სამუშაოდ. ეს გახლავთ მოკლე ტუტორიალი, თუ რაც წარმოადგენს Sway და როგორ შეიძლება მასში მუშაობა, ამ შემთხვევაში ამას ვაუქმებთ და ვაწყაბებთ relax create new, ანუ ახალი Sway-ის, ანუ ახალი პრეზენტაციის შექმნა. Sway-ს აქვს ორი გვერდი მუშაობისას. ერთი სამუშაო გვერდი, სამუშაო ფურცლები და მეორე გასინჯვის ფუნქცია. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვირჩევთ ჩვენი პრეზენტაციის სათავეს, სახელწოდებას. მაგალითად, წინანდლის მუზეუმი. Background. აქ შეგიძლიათ
დადოთ ესე იგი ფონად რაიმე სურათი, რომელიც თქვენ გსურთ, ამისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა საშუალება. თვითონ სვეიქ თავაზობთ ფონს და შეგიძლიათ აქედან აირჩიოთ ერთ-ერთი. ასევე შეგიძლიათ აქ საძიებო სისტემის საშუალებით, სვეის საძიებო სისტემის საშუალებით, რომელიც თავისთავად აერთიანებს Flicks, Bings და ასე შემდეგ. ჩაწეროთ სახელწოდება, რა სურათი გსურთ, რა თემაზე გსურთ სურათი და მოიძიოთ ეს სურათი. შეგიძლიათ დაამატოთ საკუთარი რესურსებიდან, კომპიუტერიდან. ამ შემთხვევაში მე ასე მოვიქცევი. ავირჩევ სურათს, რომელიც არის ჩემს კომპიუტერში. აგერ აი მას გამოვიყენებ ფონად. და შემდეგ დავბრუნდები ისევ სამუშაო რეჟიმში, ესე გიძლიათ აიღოთ და შევამოწმებ აი ამ ღილაკის საშუალებით play. აი როგორ გამოიყურება უკვე ჩვენი პრეზენტაციის პირველი ფურცელი, თავფურცელი, წინადლის მუზეუმი. ბრუნდებით სამუშაო ფურცლებზე, edit ღილაკის საშუალებით და ვაგრძელებთ მუშაობას. დიზაინი. თუ გსურს, ესე იგი, მივცეთ სხვადასხვანაირი სახე ჩვენს პრეზენტაციას, ვაწყობთ ღილაკს styles და აი აქედან ხდება მაკეტის შერჩევა. ანუ როგორ გსურს, რომ ვაჩვენოთ ჩვენი პრეზენტაცია. ჰორიზონტალური მიმართულებით, ჰორიზონტალ თუ ვერტიკალური მიმართულებით, vertical. აი რომელსაც აირჩევთ, იმას შექმნის თვითონ სვეი. ავირჩიოთ vertical, ანუ ვერტიკალურად. დავბრუნდეთ სამუშაო ფურცლებთან. აი ამ პლუსის საშუალებით ხდება ახალი სამუშაო ფურცლის დამატება. რომელიც გვთავაზობს ძალიან მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ტექსტი, მედია რესურსი, სურათის დამატება, ავტვირთვა ჩვენი რესურსებიდან, ვიდეო რესურსის, აუდიო რესურსის, სურათების და ტექსტის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ჯერ ნახოთ თუ როგორ უნდა განვათავსოთ ტექსტი. ამ შემთხვევაში ვირჩევთ ტექსტს. ტექსტი არის ორი სახის. ანუ დიდი ასოებით და შედარებით პატარა ასოებით. თუ ჩვენ გსურს აი სათაური სახელწოდება, ამ შემთხვევაში ვირჩევთ headings. თუ გსურს ჩვეულებრივი ტექსტის დამატება, ამ შემთხვევაში ვირჩევთ აი ამ ტექსტს. ავამატებთ ტექსტს. ავიღოთ რაიმე ტექსტი. ნებისმიერი ტექსტი, რაც ჩვენ გსურს. თუნდაც აი ეს არ მიყვარს ვიკიპედიიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისარგებლებ. და აი აქ შეგვიძლია ჩავსვათ ეს ტექსტი. და როგორც ხედავთ, ჩაჯდა ჰიპერბოლებით. პირდაპირ გადმოგააკეთა ესე იგი კოპირება ვიკიპედიიდან. ამ შემთხვევაში გავსინჯოთ თუ როგორ გამოიყურება ეს ტექსტი. აი ასე გამოიყურება და თავისთავად განთავსდა ჰიპერლინკებით. აი ჩვენ თუ დავაწყობთ აი ამ სიტყვაზე, ეს გადაგვიყვანს შესაბამისად იმ ვებ რესურსზე, რომელიც ჩადებულია აი აქ. აგერ გადაგვიყვანა. დაბრუნდეთ ისევ სამუშაო ფურცელზე
და ნახოთ როგორ ხდება ჰიპერლინკების ჩასმა. ხათაშორის ჰიპერლინკი შეგიძლიათ დაამატოთ სახელწოდებაშიაც, თუ გაქვთ ამისი სურვილი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ვიქცევით ასე, მოვნიშნავთ ჩვენთვის სასურველ სიტყვებს და აი აქ ვაწყობთ ლინკზე. ჩვენთვის შესაბამის რესურსს მოვძებნით. თუნდაც იყოს ეს, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. მოვნიშნავთ webgmus ბრუნდებით სამუშაო ფურცელში და აი აქ ვსვავთ ამ gmus. აი ასე მოვინიშნავ და იმ შემთხვევაში თუ ესე იგი დააინტერესებს ვინმეს წინადლის მუზეუმის შესახებ ინფორმაცია, ნახეთ როგორ გამოიყურება. აი ასე დაწყებების საშუალებით გადავა შესაბამის ვებგვერდზე. ბრუნდებით სამუშაო ფურცელში. ეს რაც შეეხებოდა ტექსტს, ახლა ნახოთ თუ როგორ უნდა დავამატოთ სხვა რესურსი, მედია რესურსი. ისევ ესე იგი ვაწყობთ პლუს და აი აქედან ვირჩევთ ჩვენთვის შესაბამის რესურსს. ავირჩიოთ სურათი. როგორც მოგახსენებთ, სურათი შეგიძლიათ აბირთოთ. აი აქ მოიძიოთ, თვითონ სფეროში მოიძიოთ თქვენთვის შესაფერისი სურათები. ან განათავსოთ აი აქედან თქვენი რესურსებიდან. ამ შემთხვევაში მე ჩემი რესურსებიდან განვათავსებ. აი ავირჩიოთ თუნდაც ეს. კიდევ დავამატოთ. ნუ იყოს თუნდაც კვლავ იგივე რა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ასევე შეგვიძლია მოვიძიოთ სვეის საშუალებით. შემთხვევაში გადავყანოთ ლათინურზე უფრო მეც საშუალებას მოგცემს. აგერ გამოიტანა უამრავი სურათი. გიძლიათ მონიშნოთ ერთ-ერთი, აი აქედან ელაკის საშუალებით დაამატოთ. აგერ კიდევ შეგვიძლია დავამატოთ. ახლა ნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი დამატებული სურათები. აი ასე ჩაჯდა ეს ჩვენი დამატებული სურათები. სურათები შეგიძლიათ ნახოთ ასე დამოუკიდებლად. აი ამ რეჟიმში და კვლავ დაბრუნდეთ. შემდეგ გადახვიდეთ სამუშაო ფურცელზე. შეგიძლიათ დააჯგუფოთ სურათები. აი ასე group და ამ შემთხვევაში ირჩევთ დაჯგუფების ფორმატს. შეგიძლიათ მისცეთ მონიშნოთ ავტომატური განლაგება სურათების, სტეკი, აი ესე ტაბულა, slideshow და ასე შემდეგ. აი ძალიან საინტერესოა აი ეს სტეკი, რომელიც ნიშნავს გროვას. თუ ჩვენ მოვნიშნავთ ამას, ნახოთ როგორ გამოიყურება.
ამ შემთხვევაში ჩვენი პრეზენტაცია სტეკის სახით დალაგებული სურათები. აი ასე განლაგდა ეს სურათები. აი ასე. შეგიძლიათ გაადიდოთ, რა თქმა უნდა, და ასეთ რეჟიმში ნახოთ ეს სურათები. მოკლედ, აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები, როგორც ხედავთ. დავბრუნდეთ სამუშაო ფურცელზე და მოვსინჯოთ სხვა რესურსის დამატება. მედია რესურსი. სურათი ვცადეთ. ვიდეო რესურსის დამატება როგორ ხდება? აი აქაც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ მედია რესურსი, ანუ ვიდეო რესურსი, აი ამ საძიებო სისტემის საშუალებით, ან YouTube-ის საშუალებით. აი ასე ნახოთ. აგერ გამოიტანა ძალიან მრავალფეროვანი ვიდეო რესურსი, აი ერთ-ერთი მომნიშნოთ წინანდალი და ღილაკის საშუალებით დავამატოთ. დაემატა ჩვენი ვიდეო რესურსი. ამ შემთხვევაში ვიდეო რესურსს აქვს 3 სხვადასხვა რეჟიმი. გიჩვენოთ მცირე ფორმატში, საშუალო ფორმატში და მაქსიმალურ ფორმატში. ეს არის მონიშნულია მცირე ფორმატში, ნახოთ როგორ გამოიყურება. აი ჩვენი ვიდეო. მცირე ფორმატით გახლავთ, დაბრუნდეთ რედაქტირების რეჟიმში. და მოვნიშნოთ საშუალო ფორმატის ვიდეო და ნახოთ როგორ გამოიყურება. აი ასე გამოიყურება ვიდეო დამატებული. გუნდებით სამუშაო რეჟიმში. მოკლედ, თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ ფორმატს აირჩევთ, საშუალოს, მცირეს თუ დიდს. ასევე შეგიძლიათ სურათების ამ რეჟიმში მოსინჯვა. მცირე ზომის სურათი, საშუალო ზომის და დიდი ზომის. თუ გსურთ, რომ დიდად განათავსოთ ესე იგი თქვენი სურათი, მონიშნავთ აი ამ ფორმატს და შემდეგ ნახავთ როგორ გამოიყურება ეს სურათი. აი ასე გამოიყურება დიდი სურათი. აი რაც შეეხება ეს სტეკი და ვიდეო რესურსი. გუნდებით სამუშაო რეჟიმში. ახლა ვნახოთ როგორ უნდა დავამატოთ აუდიო რესურსი. აუდიო რესურსს ვამატებთ ამ შემთხვევაში ჩვენი საკუთარი რესურსებიდან. ამ შემთხვევაში მე მოვძებნი რაიმე აუდიო რესურსს და დავამატებ. აი იყოს თუნდაც აი ეს შეიძლება იყოს mp3 ფაილი, ნებისმიერი ჩანაწერი, ხმის ჩანაწერი და ასე შემდეგ. ეს მედია რესურსი დაემატება თავისთავად. დაემატება ჩვენი აუდიო რესურსი. ამ შემთხვევაში ნახოთ. აი დაემატა. ახლა ნახოთ როგორ გამოიყურება ეს
საჩვენებელ რეჟიმში. აი აგერ ჩარდა ჩვენი აუდიო ფაილი ისარზე დაწყაპებით. აი ესე დაემატა ეს აუდიო ფაილიც. ეს იყო ძირითადი ფუნქციები თუ როგორ განვათავსოთ ჩვენი მედია რესურსი, ტექსტი და ასე შემდეგ. ახლა როგორ ხდება გაზიარება? ვაწყაპებთ ღილაკზე share და ეს არის ძალიან საინტერესო. თუ რა სახით გავაზიარებთ ჩვენ ამ პრეზენტაციას. თუ გსურს, რომ უბრალოდ განვათავსოთ სოციალურ ქსელში დათვალიერებისათვის, ამ შემთხვევაში მონიშნულია ღილაკი view, ანუ ნახვა და სხვა ფუნქცია მას არ ექნება, თუ ჩვენ არ მივანიჭებთ. ამისათვის აი ეს ლინკი უნდა მოვნიშნოთ და განვათავსოთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში, როგორიცაა Facebook-ი, ან შეგვიძლია პირდაპირ აი ამ ასე დაწყაპებით პირდაპირ გავგზავნოთ Facebook-ში. აი აქ შეგიძლიათ პირდაპირ გავგზავნოთ. ასევე Twitter-ში, LinkedIn-ში და MBD კოდი. აგერ MBD კოდიც, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ სვეში მომზადებული პრეზენტაციის ჩაშენებით ბლოგზე, ნებისმიერ ვებგვერდზე და ასე შემდეგ. გაზიარების შემთხვევაში უნდა მოვნიშნოთ ღილაკი edit და ამ შემთხვევაში აი ამ ბმულის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ეს გავგზავნოთ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს აი ეს ბმული თანამშრომლობისათვის. სულ ეს იყო. მადლობთ ყურადღებისათვის. გისურვებთ წარმატებას.